სამი თვეა 90-მდე ოჯახს გზის გარეშე უწევს ცხოვრება. როგორც ადგილობრივ მედიას უყვებიან, თუ ვინმეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ადგილზე დროულად მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრობლემა ქუთაისში, მწვანე ყვავილას ქუჩაზე შეიქმნა, სადაც კლდის ფერდობიდან ჩამოწოლილმა ქვებმა გზა ჩახერგა. გადაადგილება შეაფერხა და მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გავრცელებული ინფორმაციით შედეგად 90-მდე ოჯახი გზის გარეშე დარჩა. ადგილობრივების განცხადებით, საფრთხე ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდება ხოლმე, განსაკუთრებით ძლიერი წვიმების და უამინდობის შემდეგ. მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე პერიოდულად მიდიან ხოლმე, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არიდებენ და პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მოსახლეობა ითხოვს ფერდობის გამაგრებას, დამცავი ბადების მოწყობას, გზის სრულად აღდგენას და მუდმივ მონიტორინგს. ისინი ამბობენ, რომ თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ იმოქმედებენ, ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიღებულია, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და სპეციალისტების შეფასების შემდეგ გადაწყდება, რა ტიპის სამუშაოები განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ამბობენ, როდის შეიძლება დაიდოს დასკვნა და მიეცეს ამომწურავი ინფორმაცია ამ ადამიანებს, როდის გაიწმინდება გზა და საერთოდ რა ბედი ელის ამ გზას. მერია ადასტურებს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება პრიორიტეტულია, თუმცა მოქალაქეების, ესე ვთქვათ, პრობლემის მოგვარებას ოპერატიულად, როგორც ფაქტები აჩვენებს, ვერ ახერხებს. მოусმინეთ ადგილობრივებს, რომლებიც ტელეკომპანია რიონმა ჩაწერა. მართალია, სტრატეგიული გზა არ არის ეს და სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის გზა არ არის, მაგრამ სასწრაფო ვერ მოვიყვანეთ, ბავშვები დილას სკოლაში ვეღარ მიდიან. გვართ გაუსაზრდებს მდგომარეობაში და როგორც ასეთი იბრძოლა ადგილობრივმა მაჟორიტარმა, მაგრამ ვერაფერი შედეგი ვერ მივიღეთ. გეოლოგიური დასკვნები მესამე თვე არის, აი ამ მდგომარეობაში ვართ და არაფერი არ ხდება სასიკეთოდ, ჩვენ და სასიკეთოდ. მერიც იყო მობრძანებული, მაგრამ როგორც ჩანს ვერ გადაწყვეტენ და ვერ მიიღენ ის დასკვნები, რა დასკვნებიც საჭირო იყოს. პროტესტი იმის მხრივ აგვაქვს, რომ აი ვერ მივდივართ, ვერ მოძრაობთ და ვართ კი, მადლობელი ვართ იმისთვის, რომ დაგვინიშნეს ალტერნატიული მარშრუტკა და მაგრამ ახლა საღამოს აი ეს მარშრუტკა ამთავრებს თავის დროზე მუშაობას. მე 6 საათზე, 7 საათზე, ღამის 10 საათზე, 8 საათზე წამომსვლელები ვერ მოდიან, ახლა 17 კილომეტრს ფეხით ხო ვერ მოვილის ადამიანი. სასწრაფო ჩვენთვის არ არის, არაფერი ჩვენთვის არ არის. აი სუნკებით, გეფიცებით, შვილებს გუშინ რო გადმოვედით, გუშინ შეხვედრა ქონდა ქუჩაში, ეს მოხუცი ხალხი რომ მოდიოდა 4 ჩანთა ეკავათ ხელში, რა ქნა სამ ხალხმა. ნუ თუ ჩვენ არა ვართ ადამიანები ამ ქუჩაში, ამ გზის გამო მეშინია ბავშვი ხან აგერ მეზობლებს და ნათესავებს მიყავს, ხან მარტო უწევს წვიმაში წამოსვლა, რა პასუხი უნდა მისცეთ სკოლას? რეალური საფრთხეები, მეტი რეალური საფრთხე, რა ვიცი, რა გვინდა. ქვა, რომელიც იმხელა ზომის და იმხელა რაოდენობით მოდის, რომ ვინმე მოყვეს, ამასთანავე მეზობლის ბავშვას ძლივს გამოასწრო და ისეთი შეშინებული იყო, რომ არ ვიცი, ვერ გამოვიდა ერთი კვირა მეტი მდგომარეობიდან. და მეტი რეალური საფრთხე რა გვინდა, არ ვიცი, მუშაობ და ღამე მოვდივართ და ტაქს აქამდე მოვყავდით 5-4 ლარში, ეხლა გვჭირდება 25 ლარი. აი, არ ვიცი, იქედან ეხლა არ მოგყვება ყველა მანქანა, ხო? მაღაზი არა გვაქვს უბანში, აფთიაქი არა გვაქვს, არაფერი არ არის უბანში, ისე სკოლა ხო არ არის და არ არის ბავშვებისთვის და ნუ არ ვიცი, ძალიან რთული მდგომარეობა, მეტი ურთულესი მდგომარეობა არ შეიძლება იყოს. მანდა მაინც სახლი უნდა ჩაიქცეს, რომ მოგვაქციონ ყურადღება. დაახლოებით 90 ოჯახი ვართ დახმარების გარეშე. სულ იმის მეშინია, რომ ვინმე სასწრაფო არ დაჭირდეს. წარმოგიდგენიათ 35 წუთი უნდა იქედან. ხო და ვინმე რო ცუდად გახდეს. რა დაემართება იმას სასწრაფო რო არ მივა დროზე. განუკითხაობა ნამდვილად იმას მთავრობა უფრო მეტად არ უნდა გვაქცევდეს ყურადღებას. მარტო არჩევნების დროს უნდა მოვიდნენ ქალბატონებმა რომ გადავკეტავთ გზას. ყურადღებას გვაქცევენ როგორ არა, აი მარშრუტი დაგვინიშნეს. მოვიდნენ გზას დახედენ, მოიყვანეს ვიღაცები, მაგრამ წავიდნენ.
გაკეთებული, ხო, არაფერი არ არის საერთოდ. გაკეთება, ყურადღების მიქცევა მარტო ნახვა და ის არ არის. არის გასაკეთებელი გზა, გასაწმენდი კლდე. თუ ჩამოსაშლელია მაგათმა უკეთ უნდა იცოდნენ და მაგათმა ხალხმა უნდა ჩამოშალონ კლდე, თუ არა და რაც არის ეს გაწმინდონ. ამ გზაზე ჯერ ოღროჩოღროა რამდენ ხანსი არის ადამიანი. მე არ მაქვს შესაძლებლობა ტრანსპორტი მყავდეს და ვიარო და მე ვითხოვ რომ მოგვაქციან ყურადღება. მადლობა იმ გზისთვის, რაც მარშრუტი, მაგრამ რო ფუჭდება ბავშვი სკოლიდან, ხან ფეხით მოდის არა ის ტრანსპორტის, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გზები გვაქვს. ინფორმაცია გვაქვს რომ დაწყებული არის ტენდერი იმისი რომ გამოიკვლიოს ეს გეოლოგიურად ყველაფერი და დაიდოს პროექტი რა უნდა გაკეთდეს. მაგრამ ამ პროექტსაც აგვიანდება რა, რასაც გვეუბნებიან მერიიდან წარმომადგენლები და რამდენი დაგვიანდება არ ვიცით და ეს ახლა დროში იწელება ყველაფერი და დასაჩქარებელია ზოგადად გაკეთდეს პროექტი და მოგიდებენ უკვე სამშენებლო კომპანიები რომლებიც შეძლებენ იქნება თანხა გამოყოფილი რაც საჭირო არის ამ ყველაფრისთვის და აღარ იქნება პრობლემა ჩვენი აზრით. სულივად რამოდენიმე ადამიანი აქ 30-40 კაცი, მაგრამ 85 ოჯახი არის უგზოდ. ალტერნატიული გასაგებია მაშინ როცა პარალელურად კეთდება რაღაცა. მაშინ ესე იგი ეს გზა გაგვიუქონდა ვიაროთ იქიდან უნდა ეს ახლა არარეალურია, ხო? ლაფათქიანი კაცი უნდა დაინახოს ვიღაცა რა რაღაცა კეთდება. არაფერი არ კეთდება ფაქტიურად, ხო ალზე, მაზე ეგ არ არის გაკეთება. ალტერნატიული გზასთან ერთად პარალელურად ნაკეთებოდეს რაღაცა. თორე და ეს ხალხი მართლა ეს 85 ოჯახია. 5-6 ოჯახი არ არის მესტიის გზა ჩამოინგრა და 2 საათახევაში გზა გაიხსნა 3 ამაზე მეტი იყო. მაგრამ ეს ხო არ არის, მნიშვნელოვანი გზაა ჩვენთვის და შეიძლება მე რისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ არჩევნების დროს ხო არის მნიშვნელოვანი, არა? ესაა გვერდში დგომა, ეს არა გვერდში დგომა. გვერდში ვინ დაგიდგება? ბავშვები რომ მოდიან, რო დაეცეს, ქვადან რო რამე დაემართოს. აგებს მერია პასუხს იმ ბავშვზე და ან რომელიმე ჩვენგანს. მოსახლეობამ და ძალიან რთული სიტუაციაა. ახლა შეიძლება მოდიან, მაგრამ მოსახლეობას არ გვიძახიან, მოდიან, გადაუღებენ სურათებს, აიღებენ. კითხულობთ, ტენდერი ჩაიშალა, იძახიან, ჩაიშალა. მერე ვნახეთ სამშენებლო კომპანიები და უკმაყოფილო არიან, თანხა არისო, პატარა გამოყოფილიო და როგორც უყურებთ 90% ბუნებამ გააკეთა. ახლა უნდა სამშენებლო კომპანია მერია უნდა ჩაერთოს, ჩაატარონ ტენდერი, გამოყონ ის თანხა, რომელიც საჭიროა. ძალიან ცუდი სიტუაცია, ბავშვები ალბათ 1-2 საათით ადრე უნდა გააღვიძო, წაიყვანო სკოლაში. არის რთული სიტუაცია და მოსახლეობის მართლა რა ვიცი 100% ყველა მუშაობს. არ არის აქ უბანში ვინმე რო არ მუშაობდეს და არაფერს არ აკეთებდეს. მუშაობენ, სწავლობენ და ამას ხელი შეწყობა უნდა რაღაცნაირად. მაშინ რა ვიცი როგორც ითქვა სვანეთი, ლენტეხი ისინი და უნდა დაიკეტოს, იქაც იყრება, მაგრამ ხედავენ რაღაც მიტოვებული ვართ. მარტო ამოდიან არჩევნების წინა დღეებში. თუ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას ერთ დღეს და ვთქვამთ უმეტესი ხალხი კიდე მოიყრის თავს და გადავკეტავთ მერიას და არავინ ეწყინოს.